რა თქმა უნდა, უკვე ცხადია პარლამენტარების განცხადებებმა ცხადყო, რომ ეს არის დაგეგმილი და ნებადართული, ის კი არა მითითებით გაკეთებული განაცხადით და ეს დაჯგუფებაც მთავრობის სახელს ვინც უწოდებს თავისავს, მათ მიერ არის შექმნილი. ეს უკვე გაცხადდა პარლამენტარების განცხადებიდან და რა თქმა უნდა, გვაგონებს ყველა იმ ძალადობრივ დაჯგუფებას, რომლის საშინელი შედეგები ჩვენთვის ცნობილია, აი გაიხსენეს კიდევაც მხედრიონის საქმიანი თქვენ იცით რომ მხედრიონის მიმართ რა გროზნობა უნდა მქონდეს ან რა დამოკიდებულება, მაგრამ თვით მხედრიონიც კი არ იყო აი ასე მიმართული იმ თავითვე, მიზნებს ის ამბობდა რომ უნდა დაეცვა ქვეყანა საზღვრები და აფხაზეთშიდაც იბრძოდნენ. ამიტომ მხედრიონს ჯერ ვერ შევადარებთ, ჯერ არაფერი არც გაუკეთებიათ, არც დაუშავებიათ, მაგრამ მათი განცხადებები, რომელიც აშკარად დაგეგმილია და იმიტომ კითხულობდა დამარცვლით ეს ხელმძღვანელი, სახელი და გვარიც კი შერჩეული არის საგანგებოდ ქართველიშვილი და ასოცირება რომ რაღაცა ქართულს ვითომ იცავს და ასევე სპორტსმენი. ესე იგი რაღაცა წესების გარეშე თუ რაღაცა სხვა წესებით ბრძოლის რაღაცა ესეთი ლიდერი. რა თქმა უნდა, ეს არის მესიჯები. სპორტსმენები, ჩვენ ძალიან ცუდად გვიჩვენეს თავის სპორტსმენებმა. აი სულ ცოტა ხნისთვის პარლამენტში ჩვენ ნახეთ, რომ მუშტებს იქნევენ, ესე იგი 200 და 300 კილოს ამწევი და ჩემპიონები, ჩვეულებრივი პარლამენტარების, ოპოზიციური პარლამენტარების მიმართ და ეს ვიცით, მაგრამ პირველი რაც მე გამახსენდა, სამწუხაროდ იყო არა მხედრიონი, არამედ იყო 5 ივლისი და ლექსო ლაშქარავა. მე ამას წინათ გავიცანი ლექსო ლაშქარავას დედა და მე შემძრა იმ ისტორიის კიდევ დეტალებმა. ჩვენ ვნახეთ მსხვერპლი და ისინი როგორც ჩანს კმაყოფილი არ არიან ამ მსხვერპლით და გვეუბნებიან რომ ეს მსხვერპლი უნდა გაიმეორონ. ეხლა რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხს, ეს ცხადია ყველასთვის, სამართლებრივად ეს რა არის. რა თქმა უნდა, ჯერ ეს არ არის დანაშაული. იმიტომ რომ კრიტერიუმები არ არის ჩამოყალიბებული, მაგრამ ის რომ დანაშაულზე მიდის ეს დაჯგუფება ფაქტია, იმიტომ რომ კაცმა თქვა, მე მზად ვარ ციხეშიც კი წავიდეო. და მოუკვდე კიდეც, ესე იგი, მოუკვდე ტრადიციების, ღირებულებების და რელიგიის დაცვის საბაბით წავიდე ციხე. ეს ყველაფერი ხო ძალიან ამორფულია, ეს ხომ არ არის დაკონკრეტებული და საკანონმდებლო ჩარჩოში ეს ვერანაირად ვერ მოექცევა. ესე იგი, რის საფუძველზე? თავისი შეხედულების საფუძველზე. მან უნდა გადაწყვიტოს რა არის სიწმინდე, რა არის რელიგია, რომელია ტრადიცია, რომელია კარგი ტრადიცია, რომელიც არა. ის რომ ასეთ შემთხვევაში ადამიანები არიან ძალიან სუბიექტური, ჩვენ ვნახეთ და ვიცით რომ ეს ასია. თუ ესია, მე მაშინ ვიტყოდი, რომელი ბრძოლის ჩემპიონი გახლავთ ეს სუბიექტი, MMA თვით სახელწოდებაც კი უცხოურია. თუ ესეთი ტრადიციული და ქართველი არის, რატომ ქართულ მშვენიერთა ჭიდაობას, ქართულ კრივს არ მისდევს? მისდევს რაღაცა უცხოეთიდან, აი მისი სიტყვებით რო ვთქვათ, ყურით შემოთრეულ რაღაცა სპორტს. დაუნდობელს, ისეთ დაუნდობელს, რომელიც ადამიანების გარეგნობას ასვამს დაღს და ეხლა კი წუწუნებს, რომ მის გარეგნობაზე თურმე აბულინგებენ. მე არ ვემხრობი ამას, რა თქმა უნდა. სხვადასხვა სპორტი არსებობს, რომელიც აისახება ხოლმე კრივი, ცხვირის ხშირი ტრამბით მთავრდება, ჭიდაობა, თვით ქართულიც კი კლასიკურიც. ესე მთავრდება, მაგრამ თუ აი ჩემი შეხედულება სწორი იქნება, მე რომ ვთქვა, რომ ეს კაცი თვითონ რა ქართველია, რა ბრძოლის მეთოდები დაუნერგავს საქართველოში, რა ქართული სპორტის სახეობები არ იყო, აი მე ამით მინდა ვთქვა, რომ ძალიან სუბიექტურია შეფასება, რა არის სიწმინდე, რა არა. ჩვენ ეხლა ხან გავხდით მოწმე, რომ იუმორისტმა, რომელმაც პირიქით რა თქვა, რას გასცა პასუხი, სწორედ პოზიტიურ ასპექტში თქვა, რომ როგორც ნოდარ დუმბაძე არ შეიძლება ეზიზღებოდეს ვინმეს, იმიტომ რომ ეს არის იუმორის, პოზიტივის, ლირიკის, გულის აჩუღების, აი ესეთი მწერალი არის, შეიძლება მოგწონდეს, არ მოგწონდეს, პატივისცემდი არ, მაგრამ ეს ხომ მან ზუსტად ამიტომ გასცა ეს პასუხი და მისი კონკრეტული ნაწარმოები რო ეჩვენებინა აბსურდი, ანუ ადამიანი რომელიც როგორ გაიგეს ეს? ხო, კი ბატონო, ეს არ იყო, მოდით მე ვისარგებლებ თქვენება თვით ეხლა ამ მომენტი და კიდევ ერთხელ ვეთქვი ჩვენს მაყურებელს, მეგობრებო, თუ ვინმე ფიქრობთ, რომ კომიკოსმა ონისე ოქრიაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა, მაგალითად ნოდარ დუმბაძეს, ეს ასე არ არის, ეს იყო კონტექსტიდან ამოგლეჯილი ვიდეო, რომელზეც აეგო მერე მთელი კამპანია და თქვენ თუ ეს გაინტერესებთ, შეგიძლიათ ნახოთ რა ხდება სინამდვილეში თავიდან ბოლომდე იქ. სწორად აღნიშნეთ, ქალბატონო სევდია, ეს დაიწყო
სწორედ ამ ამბის შემდეგ, ანუ ნოდარ დუმბაძეს როგორ შეეხე, შემდეგ ხდება კომიკოსზე ფიზიკური თავდასხმა, ანგარიშწორება და ეს ახალგაზრდა კაციც, ეს მებრძოლი MMA-ის, რომელიც გვიანონსებს, რომ თურმე ციხეშიც კი წავა, თუ კი ის ან მისიანები ჩათვლიან, რომ ვიღაც ებრძვის ტრადიციებსა თუ რელიგიას, იმყოფებოდა იმ კაცის სასამართლო პროცესზე გვერდით ედგა, რომელიც თავს დაესხა ონისე ოქრიაშვილს. უკვე ცხადი იყო, რომ ეს აქედან დაიწყებოდა რაღაც ახალი მორიგი კამპანია, მაგრამ საინტერესო იცით რა არის? თქვენ მოგეხსენებათ ქალბატონო სევდია, რომ ამ ჯგუფებს ყოველთვის იყენებდა, მათზე დგას რეალურად ქართული ოცნება, მე შემიძლია ბევრი მაგალითი გავიხსენო საპროტესტო აქციების მონაწილე ახალგაზრდებზე, როგორ ძალადობდნენ ადამიანებთან, სადარბაზოებთან, როგორ ხდებოდა დახვედრა მათზე ფიზიკური ძალადობა. კი ბატონო, მაგრამ ეხლა ღიად შემოყვანა მათი ამ ველზე, რას უნდა უკავშირდებოდეს, თქვენ როგორ ფიქრობთ? წინასწარ ძალიან ძნელია, მე არ მინდა პროვოკაციული რაღაცა განცხადება გავაკეთო, ინგა, იმიტომ რომ ჯერ არაფერი დაუშავებიათ, მაგრამ აანონსებენ დანაშაულს, შეიძლება ეს არის დაშინება მხოლოდ, მესიჯი, დაშინება, ჭუით იყავით, არ ილაპარაკოთ ზედმეტი, ეს სკროლვა სკრინის სამართველომ როგორც ჩანს არ გაამართლა და კანონებით ვერ ოპერირებს ეს არალეგიტიმური ხელისუფლება თვლი მე პირადად და ამიტომ ეს ჩემი პოზიციაა და მე არ ვიცი ხა არქის პოზიცია ნამდვილად ეს ვერ იქნება იმიტომ რომ არხზე დიდი ხანი არ ყოფილვარ და მე უფლება მაქვს თქვა როგორც ჩემი პოზიცია ისინი კანონებით ვერ გაუმკლავდნენ თავისუფალ აზრს და აი ახლა ზუსტად ყველაზე ბნელ, ყველაზე გაუნათლებელ ორი წიგნი რომ არ წაუკითხავთ ისეთი ადამიანების მომართვით, აი პირდაპირ მომართვა ხდება, როგორც დოპინგი, რაღაცას აწვდიან რაღაცა გარკვეულ მესიჯებს და ამით უნდათ მიუქციონ მათ სამოქალაქო დაპირისპირება. აქედან ცუდი რაც ჩანს, მოსალოდნელია, რომ მათ პროვოცირება გაუკეთონ სამოქალაქო დაპირისპირებას საქართველოში ასეთი ჯგუფების და ну, რა თქმა უნდა, საპროტესტო ოპოზიციური და პირდაპირ ვიტყვი ღირებულების მქონე ინტელექტუალური ჯგუფების შეჯახებას და ასე დროს, რა თქმა უნდა, უხეში ძალა იმარჯვებს, მათ ვერ დათრგუნეს კანონმდებლობით თავისუფალი აზრი და ეხლა ამიტომ უნდათ კანონგარეშე. ხო, აი არც მთლად ნიღბებში არ არის საქმე. კანონგარეშე. თქვენ ძალიან ზუსტად გაიხსენეთ 5 ივლისი, ხო? იქაც რა ხდებოდა, ხო? რელიგიის სახელით სასულიერო პირებიც კი ვნახეთ მაშინ იქ, ხო? ანუ ოფიციალურად კი ბატონო, ანუ ჩვენ ეს არაერთხელ გვინახავს, ახლა უბრალოდ საინტერესო ეს არის, აი რატომ დასჭირდათ, მაგრამ გეთანხმებით, ალბათ დაშინების მცდელობა. თქვენ მიმართეთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, განა ჩვენი ეკლესია მუშტით დაცვას საჭიროებსო. ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა კომენტარი, რომ მნიშვნელოვანია სიწმინდეების დაცვა გამიჯნული იყოს ყოველგვარი ძალადობისგანო. ეკლესია ვერ იქნება საზოგადოებაში რაიმე ძალადობისკენ მოწოდების მხარდამჭერიო, სამწუხაროდ ბოლო წლებში საეკლესიო სიწმინდეებისადმი უდიერი და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება მრავალჯერ გამოვლინდა, რაზეც მორწმუნე საზოგადოებაო გულისტკივილს გამოხატავს. მნიშვნელოვანია, რომ აზრის გამოთქმის დროს ადამიანებმა შეურაცხყოფა არ მიაყენონ სხვების ღირებულებებს, მეორე მხრივ კი ამა თუ იმ მოძრაობის თუ კერძო პირის მიერ სიწმინდეების და ღირებულებების დაცვა გამიჯნული იყოს ყოველგვარი ძალადობისგან, აგრესიისგან. ამას გიკითხავთ, იმიტომ რომ თქვენი მიმართვის თავარი ადრესატი იყო კათოლიკოსი. ინგა, მე ამას იმიტომ რომ ჩვენ ახლა რო თქვა ჯერჯერობით რომ მეუფე შიომ ან დადებითად ან უარყოფითად ძალიან მკაფიოდ გამოავლინა თავი, რა თქმა უნდა ვისურვებდი დადებითად გამოევლინა უფრო კარგად, მაგრამ ჯერ ადრეა მაგაზე ლაპარაკი, ამიტომ ყოველთვის ჩვენ გვაქვს იმედი და შანსი რომ ის რაღაცა გმირულ ნაბიჯებს გადადგამს თუ დადებით ნაბიჯებს თუ რაღაცა ნაბიჯებს გადადგამს უკეთესობისკენ. ეხლა ნახეთ ასევე ამ პიროვნებამ ქართველი შუბლმა რომელიღაც ტექსტში დაწერა, რომ ეკლესია სახუმარო არ არისო, ისიც არისო და წერდა ონისე ოქრიაშვილზე და ისიც არისო და ეკლესიაზე იმას არ უხუმრიათ. მოკლედ, ეკლესია სახუმარო თემა არ არისო. ეკლესია არ არის სახუმარო თემა, მაგრამ როდესაც ეკლესიის მიმართ კრიტიკას მთლიანად ჩაკვდება და არ იქნება, მაშინ ეკლესია იწყებს შიგნიდან პოობას, გახრწნას, გაარყვნას. ეკლესია არა, მაგრამ
შეუსაბა ეკლესია მარადიულია და ის დგას საქართველოს ეკლესია ამდენი საუკუნეა და მას მართლა ვერაფერი ვერ შემუსრავს, მას ნამდვილი მორწმუნე იცავენ და არა მუშტიკრივის ოსტატები. მაგრამ თუ გამოჩნდება უღირსი ვინმე პიროვნება, რომელიც არ ცხვენს, რომელიც სუდად იქცევა, ჩვენ ნახეთ სუსის ფაილები, რომ სადღაც იქ პედოფილიაზეა საუბარი, ეგეც კარგი ვთქვათ, არ ვიცით ფაილების წარმომავლობა, მაგრამ ვიცით საქმეები, ვიცით რაღაც სექსუალური ძალადობა და ბოლოს თუნდაც გაუნათლებელს თუ შევხედავთ ან ასე ღიპიან ჯიპიანს ვიღაცას, რომელიც ვერ კითხულობს სახარებას და სულელურ განმარტებას იძლევა, იუმორით კრიტიკა არ ჯობს, აბა რა, უნდა მივიდნენ და ცემონ? რა სისულელეა? რა თქმა უნდა, იუმორი იმისთვის არსებობს, რომ ეს არის ალტერნატივა სხვაგვარად რაიმე ცუდის წინააღმდეგ. ონისე ოქრიაშვილმა საერთოდ ზიზღის წინააღმდეგ გამოთქვა ეს მოსაზრება, რომ როგორ უნდა გეზიზღებოდეს ვინმე, აი მაგალითად მოიყვანა მწერალი ნოდარ დუბაძე. აი ესევე როგორ შეიძლება ეკლესიას ხომ არ შევიძულებთ ჩვენ თუ ვინმე გარყვნილი ან პედოფილი აღმოჩნდება იქ, ის სათანადოდ უნდა დაისაჯოს, უნდა მოიკვეთოს. მე მივესალმები ამ განცხადებას და მიხარია, რომ ძალადობისაგან გაემიჯნა საპატრიარქო ამ განცხადებით, მაგრამ საჭიროა ასევე საქმით გამოხატონ. და ძალიან საფრთხილო თემაა და მე თანხმებით ქვეყანაში, სადაც რეიტინგებში მართლა უცვლელი, რაღაც მონაცემები შეიცვალა ბოლო წლებში, მაგრამ მაინც არის რეიტინგებში ერთ-ერთ წამყვან ადგილას და არის მორწმუნე მრევლი რელიგიის სახელი დაპირისპირება და ეს მარტო საქართველოს შემთხვევაში არ უნდა ყველაზე საშიშია, როდესაც დაპირისპირების გაღვივების მცდელობა მიდის ხოლმე რელიგიის სახელით, ხო 5 ივლისიც მაგალითად ერთ-ერთი მაგისი მაგალითი იყო, თქვენ გაგახსენდათ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი და აი მოდით გავიხსენოთ, ხო რა პარალელი გავავლოთ, თქვენ რატომ გაგახსენდათ 1979 წელს, როცა აიათოლა ხომეინი ჩადის ირანში, აი მაშინ იქმნება გუშაგთა კორპუსი და იქაც რა იყო, ხო, განმარტება, რომ რევოლუციის და მისი ღირებულებების დაცვისა და შენარჩუნებისთვის და ალბათ შემთხვევით არ გაგახსენდა. ჩაქოლვამდე, აკუწვამდე, მკვლელობამდე, აი სანამდე მივიდა და დღემდე ეს არის ეს უბედურება ხდება ირანში. ირანი ხა ჩვენი ძალიან ახლო ხალხია თავის თავად, იმიტომ რომ დამპყრობელი იყო თუ არ იყო დამპყრობელი, შემდეგ ვითარდება რაღაც ურთიერთობები ხალხებს შორის. რა მნიშვნელობა აქვს, რომელი რელიგიის სახელით მოხდება ეს? ქრისტიანულ რელიგიაში ჩვენ გაგვიკრიტიკებია და ისტორიას შეუფასებია ინკვიზიცია და ინკვიზიციის ნაბიჯები და განაეს სწორი იყო, რომ ჯადო გაუკეთეს რაღაცა მოსავალი არ მოვიდა და ძროხამ ვერ იმშობიარა და დაეცა და წვავდნენ ადამიანებს ცეცხლზე და ჯერ აღიარებინებდნენ, ისინი დაცვის მიზნით აკეთებდნენ ამას, იცავდნენ თავიანთ კათოლიკურ ეკლესიას მაშინ. ეს სწორი იყო, ან და ჯვაროსნული ომები განა ცალსახად არის შეფასებული. ეხლა ეს არის ისეთი მომენტი, რომელიც შეიძლება მეტი არაფერი არის თუ არა და შეშინება, დაშინება საზოგადოების, რომ აი ჭუი თუ არ იქნებით და ბევრი დაშინდება. თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა დედებს არ შეეშინდება, დედებს არ შეეშინდებათ, რომ სიცილისთვის მოკლეს 17 წლის ბავშვი, მე რა რომ ფსიქიურად ავატყოფილიყო, ვინ მისცა იარაღი მას? ვინ დაუბრუნა იარაღი, რომელიც მას არ უნდა ქონოდა? ასე რომ დედებს განა არ შეეშინდებათ და ჩვენ რა ვიცით რაზე იცინის ის ან განა ჩვენ აქვე ახლა არ ვნახეთ რომ 250 ჯარიმით მთრალი დაბოლილი თუ მთრალი ძღოლი თუ მანქანა მისი იყო დედაშვილი სიცოცხლის გამოასალმა ჩვენ ვიცით რომ ხდება უბედურება ამას წინ უძღვის რა გაფრთხილება ეს არ გააჩეროთ ამას ჯარიმას გამოუწეს არ გადაიხადოს გაფრთხილება რომ იცით რა არის იქ იარაღი ეკუთვნის მისია მას აღარაფერი არ დაუშვებია რომ დააშავოს მე გვიან არის პრევენცია უნდა მოხდეს ეხლავე ამიტომ მე ვამბობ რომ ესე ეხლავე უნდა დაიბარონ და მისცენ გაფრთხილება რა არის დანაშაული ის კი ამბობს ციხეში ხო თან კანონმდებლობა ითვალისწინებს ყოველ შემთხვევაში ის განცხადება რომ თუ საჭირო გახდება თუ ისინი საჭირო ჩათვლიან ციხეშიც კი წავლენ ეს უკვე მუხარიში
სამართლოს წავალ ციხეში, ხო, რა თქმა სამართლიანად უნდა უნდა. ანუ რაღაც ისეც უშვებ, რომ რის გამო ჩვენ შესაძლებელია წახვიდე ციხეში, ხო? სხვა ჩვენ სოციალურ ქსელებში აი რაღაც ორგვარი პოზიცია ამოვიკითხე ყოველ შემთხვევაში ადამიანებს, ხო? არა, ამ პიროვნების არა, აი თვითონ ამ ფაქტის მიმართ და ეხლა რა მინდა რომ მკითხოთ. ანუ სერიოზულად ვისაუბროთ ამ თემაზე თუ დავცინოთ? არის ეს აი იმ პრობლემებიდან თუნდაც ეხლა თქვენ რაც ჩამოთვალეთ საშინელი ტრაგედიები, ფაქტები, აქედან ყურადღების გადატანის მცდელობა თუ რეალური საფრთხე რომ ვიზეც დაჭირდებათ და რა მომენტშიც დაჭირდებათ მორიგ ჯერზე რაც აქამდეც მომხდარა თავს დაესხმება. მე მგონი ორივე. თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მივუდგეთ? მე მგონი ორივე. ინგა იცით რატომ? იმიტომ რომ ეს ტექნოლოგიები ამათ ძალიან კარგად აითვისეს. რუსეთი, რომელიც უკანასკნელია ყველა ტექნოლოგიურ მიღწევაში და საკუთარი ნავთობი ვერ ამოუტანია მიწის წიაღიდან, ჩემპიონი არის აი ამ პროპაგანდაში, რბილძალაში და ეს ყველაფერი ამათ ძალიან კარგად აითვისეს და მათ კონსულტანტები ჰყავთ და შესანიშნავად ფლობენ აი ამ დემაგოგიას, პროპაგანდას, რბილძალას, მოტყუებას, გაბრიყვებას, გაბაებურებას. მე ამ შემთხვევაში ძალიან თანაგრძნობით ვარ გამსჭვალული და მეც მყავს ასეთი ნაცნობები კოცი ოცნების ამომრჩეველი, მართლა ამომრჩეველი, რომელსაც ხმა მიუცია და ნუ ახლა პრინციპის გამო განაგრძობს, დამოკიდებულზე არ ვამბობ და რაღაცა დაბმული ვინც არის, არსებობენ. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ არ არსებობენ. არსებობენ და ერთმა ჩემთვის ძალიან საყვარელმა ადამიანმა კარგად ამიხსნა და მე მივხვდი უკვე რაც იყო. რა ვქნაო, მე ჰომო სოვეტიკუსი ვარო. ესე იგი, ნახეთ, თვითონ გააკეთა ესეთი ანალიზი, რომ მისი საბჭოთა მენტალიტეტი თავისთავად ეწყობა ამ მენტალიტეტს. საბჭოთა ხელისუფლება იყო, რომელიც ვისაც ადამიანი ფასეულობა არ იყო, რეპრესიები, დახვრეტების პერიოდს ხომ მოყვა უძრაობა და უძრაობას მაგონებს ახლა მეც. უძრაობის დროს იბარებდნენ, ეკითხებოდნენ, რაღაცა ზღუდავდნენ, გადაასახლებდნენ, მაგრამ ახლა იქიდან ცოცხალი დაბრუნებულები ვიცით, ახლა ჩვენ ის იყვნენ პოლიტპატიმრები, რომელიც ცოცხლები დაბრუნდნენ იქიდან მეტნაკლებად, ესე რომ ისეთი სიტუაცია იყო, რომ სამეული აღარ ხრეტდა, მაგრამ ეჭირათ მუდმივ შიშით. აი ხლაც რა ანალოგიური არ ხდება, აი კადიროვშინა, ეს სიტყვა რა ერთხელ მომესმა გუშინ და წავიკითხე, ხო? ანუ აი როგორი მართვის სტილია რა, სუფთა რუსულ მაფიოზური, ანუ რაღაცა მოძალადე ჯგუფები, რომლებსაც გამოიყვანენ იმ მომენტში, რა მომენტშიც ეს მათ უფროს დასჭირდა. მიზანი მე მგონი ორივეა, ყურადღების გადატანაც, მესიჯების გაშვება, აი ქართველიშვილი ქართველობას დაიცავს, პროპაგანდისტული არხები აქცენტირებდნენ. MMA რა არის ეს MMA? მე კვლავ დაჟინებით ვამბობ, რომ აი ეს უცხოური სპორტი მიმდევარი რატომ არის თუ ასეთი ქართველია? ხო, აბსურდია, რასაც ვამბობ. ასეთ აბსურდებს ნერგავენ. მე მაინც ვფიქრობ, რომ არ გაუვათ, მე ვფიქრობ, რომ ბოლო კითხვა მაინც ეს უნდა ყოფილიყო. იცით რატომ ვფიქრობ ესე? იმიტომ რომ ეს საქართველო ხო პატარა ქვეყანა არის. ყველა ერთმანეთს იცნობს. ამ გალახვა ცემატყეპაში ჯერ ერთი ცდილობენ, აი პირდაპირ თქვა, ესენი ცდილობენ, რომ იქამდე აწამონ და სცემონ, როგორც წამების მანქანებში გააკეთეს და დალეწონ, რომ არ მოკლან, მაგრამ სანიმუშოდ, სამაგალითოდ აწამონ და ყველა შეაშინონ ისინიც და სხვაც, ხომ? და ასე რომ ამაში შეიძლება შემოელახოთ ისეთი თავიანთი ახლობელი ნაცნობი ბიძაშვილი, მეგობარი, ნათლია, ნათლული ეს არის საქართველო. ფრთხილად იყავით ბიჭებო. მე ძალიან მეწოდება თვითონ ეს ქართველი შვილიც. მე მომეჩვენა, რომ ის იყო რაღაც ზეწოლის ქვეშ და რომ მას ეს გააკეთებინეს, უთხრეს და რაღაცნაირად უბიძგეს ამისკენ და რა თქმა უნდა თვითონ განწყობა შეიძლება ესეთი აქვს, მაგრამ ცუდად იყენებენ მას და მისთვის ეს შეიძლება კარგად არ დამთავრდეს და მე ძალიან ინანოს. სირცხვილია ეს ჩემო გიორგი ქართველიშვილო, რასაც თქვენ ბრძანებთ, ვინაიდან თქვენი მუშტის ჩვენ არ გვეშინია, მე რის უნდა შემეშინდეს? აი ახლა ამ წუთას რომ მე ვიხუმრო, ისე და შენ არ მოგეწონოს და ჩამარტყა მუშტი და მომკლა. როგორ ფიქრობ ახლა მეშინია ამისი? ეს იქნება ჩემთვის ძალიან სასურველი სიკვდილი და შესანიშნავი დასასრული. არავის თქვენი არ ეშინია, სასაცილოები ნუ იქნებით. ქართული ოცნება თქვენ გამასხარავებთ, ტაკი მასხარებად გამოყავხართ.
იმდენად რომ ეს ჟურნალისტები რო გეკითხებიან საქართველოს ისტორიაზე, რა თქვენ რა გონიათ, რა არასწორი კითხვა, სწორი კითხვა. ისინი უყურებენ თქვენ განათლების დონეს, თქვენ ინფორმირებულობას. ნუ იხდით თავს ასაცილო. ეკითხებიან იმიტომ რომ ამ ტრადიციებზე, ისტორიის დაცვაზე და თავიანთ ჩვეულ პათოში ისე ძალიან ღია ჩანს ოცნების კუდი აი ამ ამბავში, იმიტომ რომ როგორ პათოში გადადის ეს ახალი რაღაც ჯგუფიც, იცით, აი ერეკლე პაპას შეურაცხყოფას როგორ აყენებ, გარეჯი საქართველოა ბიჭო და აი რაღაცა აი ამ დროს, როდესაც შენ ისტორიულ ღირებულებებზე, ტრადიციებზე, რელიგიაზე მელაპარაკები, დაგისვამენ რასაკვირველია ამ კითხვას და ერთ კითხვასაც დაგისვამთ, ვიდრე დაგემშვიდობებით, ქალბატონო სევდია, აი ამ რეალობით გამოიკვეთა მაინც რომ არა სახარბიელო მდგომარეობაში ქართული ოცნება შეუძლებელია პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქვეყანას მართავს, დასახმარებლად დასჭირდეს ამ ტიპის ჯგუფების შემოყვანა, რომ ფუნქციონირებდეს ყველა ის სტრუქტურა შესაბამის დონეზე, რაც არსებობს ამ ქვეყანაში, ხო? აი ეხლანდელ მოცემულობას როგორ უყურებთ, ქალბატონო სევდია? ცვლილებების შანსს გეთანხმებით, შეუძლებელია ამ ქვეყნის საზოგადოება დააშინონ და ეს ცხადყოს სულ უახლოესმა წარსულმა, მაგრამ აი დღევანდელი მოცემულობით როგორ უყურებთ თქვენ ცვლილებების შანსს? ცვლილებები დამოკიდებული არის მეორე მხარეზედაც, ოპოზიციაზე. იყო ეტაპი, როდესაც ძალიან კარგი იყო ის, რომ რახან პოლიტიკოსების მიმართ იმ ეტაპზე ნდობა იყო დაკარგული, რომ საზოგადოება წამოვიდა წინ, ახალგაზრდობა წამოვიდა წინ, ეს ყველა არაფერი არსად არ წასულა, ეს ხალხი არსებობს. ერთხელ დავჯექი ინკა და მე რომ აქციაზე დავდივარ ყოველ საღამოს რუსთაველზე, ჩამოვწერე, ვინ არ დადის, უცბად დავწერე 100 კაცს. მე, აი უცებ, ახლა 100 კი არა 500 დავწერდი. ეს ჩვენს უკან არის ეს ხალხი. იმ ხალხს უნდა ცვლილებები. ეს ცვლილებები რომ განხორციელდეს, არ არის საკმარისი ის, რომ უძლური არის, არალეგიტიმურია და არ ცნობს არავინ ცივილიზებული საზოგადოება არ ცნობს ამ ხელისუფლებას. რაც შეეხება იმ მესიჯს, რომ იქ გვინდა კი ევროკავშირი არ გვინდა, ამას პაპუაშვილი არ წყვეტს. ქართველ ხალხს დიდი ხანია გადაწყვეტილი აქვს და იმ დროიდან, როდესაც აქ მოვიდა არგო გემი, არგო და არგო ნავტები მოვიდნენ, იმიტომ მოვიდნენ, რომ აქ ცივილიზაციას შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია და ეს მოძრაობა, რომაც ჩაკეტილიყო შემდეგ პონტოს კარები, რა თქმა უნდა და შემდეგაც გრძელდებოდა. სხვათა შორის ძალიან კარგი წიგნი გამოუშვა ახლა ჩვენი მილიონის რექტორმა ნინო დობროჯგინძემ, თუ რა კავშირები იყო კვლავ მაინც რომსა და კათოლიკური მისიონერების გზით. კათოლიკი მისიონერები რა ყოფილიყვნენ ქეთევან დედოფლის შესახებ არაფერი გვეცოდინება. ჩვენ იმის ნაწილი ვართ. დიდი პატივისცემა ჩვენი ჩინურ კულტურას, ინდურ კულტურას, შუა აზიას, ყველას, მაგრამ ჩვენ იმის ნაწილი ვართ. თვით ანთროპოლოგიურადაც კი ჩვენ არ მივეკუთვნებით ამ აზიურ ნაწილს. ამიტომაც კი აუცილებლად ეს უნდა დამთავრდეს და შეიცვალოს და დაუბრუნდეს საქართველოს თავის ბუნებრივ მიმართულებას ევროპისაკენ, რა ფორმით იქნება ეს ევროკავშირის თუ ეს სხვა საკითხია, მაგრამ თავისით ეს არ მოხდება. მე მაინც მიმაჩნია, რომ მეტი კონსოლიდაცია არის საჭირო და მეტი მუშაობა არის საჭირო ოპოზიციის მხრიდან.